მოგესალმებით. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ არტისტებზე, რომლებსაც ყველაზე მეტი შემოსავალი აქვთ საათობრივად ამ ინდუსტრიაში, მაგრამ დღეს გესაუბრებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე, რომლებსაც აქვთ ტატუები. წყაროები მოძიებულია ძირითადად ინტერნეტიდან, ინსტაგრამიდან, ინტერვიუში, პატარა სკრინებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ ტატუებს არ აქვს რამე კონკრეტული დატვირთვა, უბრალოდ მე თვითონ არ ვიცი ამათი კონკრეტული დატვირთვა, რადგან პირადად ფეხბურთელებს მე არ გავსაუბრები ვარ სამწუხაროდ, მაგრამ ზედაპირულად შეგვიძლია განვიხილოთ, დავათვალიეროთ ვის რა სახის ტატუები აქვს. ძირითადად მაინც ტატუებს მნიშვნელობას ახსნას ვანიჭებთ ჩვენ, მაგრამ არის რაღაც ტიპის ტატუები, რომლებსაც კონკრეტული დამსახურება ჭირდება რომ დაიხატო, მაგრამ დღეს განვიხილოთ ნაკრების ფეხბურთელების ტატუებს, ზედაპირულად დავათვალიერებთ მათ, გავიგებთ ვის რა ტატუ ახატია და მე სხვათა შორის მყავს ჩემი ორი რჩეული. Top 2 ჩამომიყალიბდა მათ დათვალიერებაში და მოძიებაში, რომელზედაც საკმაოდ დიდი დრო დავხარჯე. ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და გაიგებთ რომელი იყო top 2. კარგი, დავიწყოთ განხილვა ჩვენი ფეხბურთელების ტატუების და პირველი იქნება ირაკლი აზაროვი. ძველი. ირაკლი აზაროვს როგორც ხედავთ, ხელზე ახატია რაღაც სიმბოლოები თითებზე. ვარდი და თუ არ ვცდები ეს ტატუ უნდა იყოს რაღაცა რელიგიური დატვირთვის, აქედან კარგად არ ჩანს, მოდი სხვა სურათებიც ვნახოთ. დიდი ალბათობით ეს წააგავს ღრუბლებს, რაღაც ბიბლიური პერსონაჟები მოქმედებას ასრულებენ, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მიახლოებით ვფიქრობ, რომ ასე გამოიყურება. დიდი ალბათობით შეიძლება რომ მართლა რაღაცა ბიბლიური პერსონაჟი არის გამოსახული მასზე. კარგი, ირაკლი აზაროვის ტატუებს ალბათ შესრულებით მოდი დღეს არ შევაფასებ და არც იდეით, უბრალოდ ვიზუალურად ვნახოთ. გადავიდეთ შემდეგზე, ილია ბერიაშვილი. ილია ბერიაშვილს ძალიან ცოტა სურათები უდევს სოცქსელში. არ ვიცი, შეიძლება მე ვერ ვნახე და არასაკმარისად ვეძებე, მაგრამ ბატონ ილიას ძალიან დიდი რაოდენობის ტატუები აქვს, მაგრამ სოცქსელში არ აქვს განთავსებული. როგორც ხედავთ, მარჯვენა ხელი მთლიანად მოხატული აქვს. აქ ხედავთ რაღაც თითქოს საათის ციფრებს, აბლა თითქოს ვიღაცას, მე მგონი ვერთხი უჭირავს, არ ვიცი, რაღაცა ხელი ჩანს. მარცხენა ხელზე ელვა, მწვანე მელნით რაღაც წარწერა. სამწუხაროდ არ ჩანს აქ კარგად ეს ნახატები. რო დავაკვირდეთ, დიდი რაოდენობის ტატუები აქვს, ჩათვალეთ მთლიანი ორივე ხელი აქვს მას თითქმის მოხატული. ძალიან ცუდი რომ ასეთი მცირე რაოდენობის სურათები აქვს მას ინტერნეტში განთავსებული და ჩემი აზრით საინტერესო ტატუები ახატია. მაშინ გადავიდეთ შემდეგზე და შემდეგი იქნება ნიკა კვეკვესკირი. ბატონო ნიკას, როგორც ხედავთ, ხელზე აქ ორი შევსებული დიდი ხაზი, რგოლები რაც არის. შიგნით აქ რაღაცა წარწერა, მეორე ხელზე აქ ჯვარი. ამ სურათში კი კარგად ხედავთ, რომ რაღაც წარწერებით აქ ხელის ფორარმის წინამხრის როგორც ეძახიან, ქვედა ნაწილი შევსებული წარწერებით. აქ კარგად ჩანს კიდე მარჯვენა ხელზე რა აქ წერტილი და შემდეგ აღარ ჩანს. ძირითადად წარწერები აქვს ბატონ ნიკას. აქ რაღაცა old school-ის სტატუც ჩანს კიდე, ჯვარის მაღლა. ეს არის გული, old school-ის ტატუები, old school-ის ტატუები მისასალმებელია, მე მომწონს. და რაღაცა ლექსივით სტროფები აწერია მას ასევე. მოდი გადავიდეთ შემდეგ ფეხბურთელზე. ბატონ ნიკას საკმაოდ დიდი რაოდენობის ტატუები ქონია და შემდეგი იყოს გიორგი წიტაიშვილი. გიორგის, როგორც ხედავ, მარცხენა ხელი შევსებული აქვს, მარჯვენა ხელი მინიატურული ტატუებით აქვს შევსებული და მოდი ჯერ მარჯვენა ხელზე ვისაუბროთ. მარჯვენა ხელზე არის ადამის დაბადების სცენიდან გადმოტანილი მონაკვეთი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ახატია უკვე ტატუად. ბორჯღალოც კარგად ჩანს აქ. ბორჯღალო მაინც საქართველოში უკვე old school-ის ტიპსაც მივაკუთვნებდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრადიციის და ძალიან დიდი რაოდენობის ქართველს ახატია ბორჯღალო. ბორჯღალოს აბლავ ხედავთ არწივს, დიდი ალბათობით არწივი არის, მთლიანად შავად არის ახატული. რაღაც წარწერებიც არის, რაღაც თვითფრინავსაც ხედავ, ხელზე რგოლი. გადავიდეთ სხვა სურათებზე და ვნახოთ თუ ჩანს კარგად. აქ ბევრად კარგად ჩანს. მარცხენა ხელზე როგორც თქვი მთლიანად აქვს შევსებული, მაგრამ მოდი მარჯვენაზე რაღაც ახალი ნახატები გამოჩნდა. ეს არის გადატეხილი ისარი, რაღაც თარიღიც აწერია. ესე იგი აქ გამოჩნდა კარგად რომ აწერია ვივიანე თეოდორა 10/12/2018-10:43. ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან თარიღთან ასოცირდება, რადგან ასე აქვს დაწერილი. და აქ არ ჩანს კიდე რა ახატია.
აი ეს ჩანს რომ ეს არის პალმა და პალმის მარჯვნივ გამოდის ეს. კარგი, მეორე ხელზე რო გადავიდეთ, რომ ერთლიანად შევსებული აქვს, აქ მას ახატია რაღაც კოსმოსის მსგავსი გადაშავება აქვს, სადაც ვარსკვლავები არის, ხაწერია Maya Angelou. ანგელოზის დაბლა კიდევ ხედავთ კობრას ქვემოთ ხედავთ, არ ვიცი ეს ზუსტად რა არის, ვარდია ალბათ, მაგრამ ვერ ვიტყვი რა არის. აი, აქ გამოჩნდა, რომ ხელის შიგნით ამ მხარეს ფორცდები იესო ქრისტე უნდა ეხატოს. შესაძლებელია, აქედან კიდე კარგად არ ჩანს, მაგრამ თუ სილუეტის გამოტანა გვინდა, მიახლოებით თუ დავაკვირდებით, კი, ნამდვილად იესო ქრისტე უნდა იყოს. გადავიდეთ შემდეგზე, ბატონი გიორგი ზარია. გიორგი ზარიას არ აქვს ძალიან დიდი რაოდენობის ტატუები, მას როგორც ნახე, რამოდენიმე ტატუ აქვს. ეს მე მგონი ლომის ტატუ აქვს, ვინც ვნახოთ სხვა სურათი. ხო, ლომის მარცხენა ხელზე მას ორი ტატუ აქვს, ლომი და ზედა, რომელსაც მაისური ფარავს. სამწუხაროდ ეს არ ჩანს და ამის ორიგინალი ვერ მოვიძიე, რომ უბრალოდ გამეგო მაინც როგორი სტილის ტატუ აქვს და რა ტატუ არის. მაგრამ კარგი, გადავიდეთ სხვაზე, მეტნაკლებად საინტერესოდ მიდის ტატუების ამბავი და ეს შემდეგი იქნება საბა ლობჟანიძე. საბა ლობჟანიძეს ფეხზეც აქვს ტატუ და ხელზეც აქვს რამოდენიმე ტატუ. ხელზე ელვა და ელვის შიგნით რაღაცა არის ჩახატული, მაგრამ სამწუხაროდ ხარისხის გამო არ ჩანს. იმავე ხელზე დაბლა გვირგვინი და ფეხზე ჩანს ფეხბურთელი ბიჭის ნახატი, რომელიც სამწუხაროდ ბოლომდე არ ჩანს. ბურთი და ბავშვის ფეხები. აი ამის გამოტანა შეიძლება. აჰა, ხელის შიდა მხარეს, მარჯვენა მხარეს აქვს გული. თორწები ეს უნდა იყოს ავაზა იქნება ან ლეოპარდი, მაგრამ უფრო ავაზა მგონი, ან იაგუარი. ფეხზე მეორე ტატუც არის, რომელიც არის ანტუზი არის გული. ან კიდე გულში არის ჩაწერილი ა. საინტერესო ამ ორიდან რომელიღაცა იქნება. უკანა მხარეს, ფეხის უკანა მხარეს ორი ტატუ აქვს ასევე, ერთი არის ქვიშის საათი, მეორე კიდე თითქოს არის გულის ფორმის ბოთლი, საიდანაც ამოდის ალი და ამ ალში კიდე გახვეული არის ჯვარი. საკმაოდ დიდი რაოდენობის ტატუ აქვს ჩვენს ფეხბურთელს. აქ უკეთ ჩანს საქართველოს რუკა. კარგია, საერთო ჯამში, რაღაც თავისი დატვირთვის მქონე ტატუები აქვს. ხო, შემდეგი არის ბატონი ნოდარ ლომინაძე. ნოდარს, როგორც ვაკვირდებით, ორიდან ერთ-ერთი ხელი აქვს შევსებული, ანუ მარჯვენაზე საერთოდ არ არის ტატუ, მარცხენაზე რამოდენიმე ტატუ არის. აქ ვხედავთ გაღიმებულ ემოჯის. ხო, ხელის მეორე მხარეს ასევე არის რაღაც ციფრები 040402, ანგელოზის ფრთა და წარწერაც არის. არ ვიცი რა შეიძლება ეს ნიშნავდეს ეს ტატუ, მაგრამ რო შევხვდები ლომინაძეს აუცილებლად კითხავ და ჩავწერ ვიდეოს. ხელზე აქ თვალი დახატული და არ ჩანს დიდად კარგად, მაგრამ ეს შეიძლება ილუმინატის თვალი იყოს. და იმავე ხელზე აქ რაღაც სქემა და ამ სქემაში უჯრედები დაკავშირება. არ ვიცი. საინტერესო ამ ადამიანს ძალიან პატარა და ძალიან ბევრი ტატუ აქვს, რომელზედაც გასაუბრება, კითხვა და მისი ახსნის გაგება, მის მიერ ახსნის გაგება ძალიან საინტერესო იქნებოდა. მომავლისთვის დავგეგმოთ მასთან შეხვედრა. აი აგერ აქაც ჩანს, რომ ეს კიდე ორი გულიც აქვს მას მიხატული და ეს თვითონ ადამიანის თავისი სილუეტი ვის ეკუთვნის, ეგ არ ვიცი. ან ბუმერანგია და კარმა არის ჩაწერილი შიგნით. აგერაც ნუსხურადაც აწერია რაღაცები. ხო, მართლაც ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობის ტატუ აქვს მას ხელზე. მოდი გადავიდეთ შემდეგზე, არანაკლებ საინტერესო ადამიანზე და შემდეგი არის იური ტაბატაძე. იური, როგორც ვნახე, არის ანიმეების ფანი, ასე რომ ვთქვა. არის მაგალითად პირველივე სურათზე ვხედავთ იტაჩის, ეს კონკრეტული სცენა არის იმ საღამოდან, როდესაც იტაჩი მგაჟლი და თავისი გვარის წარმომადგენელი უკლებლივ ყველა თავისი ძმის გარდა. ეს არის Chainsaw Man-იდან ეს ხელის მოძრაობა ესეთი. იაპონური იეროგლიფები აწერია, რაღაც ელვაც ახატია მას. ეს არის სუკუნას ტატუ. უკანა მხარეს ხედავთ ობიტოს ტატუს, ისე ანიმე ნარუტოდან და აქ ახატია პატარა ბავშვი, რომელსაც ვიღაცაზე აქვს ხელი ჩაკიდებული და თვალსები ბურთი უჭერავს მასაც. გადავიდეთ შემდეგზე და შემდეგი გვყავს ბატონი გიორგი ქვილთაია. გიორგის ორივე ხელი შევსებული აქვს მაჯის ზემოთა ნაწილი, სადაც პირველივე სურათზე ვხედავთ, რომ მზე მთვარე რაღაც სინათლის სიბნელის ისმატარებელი ტატუ აქვს. ბატონ გიორგი ქვილთაიას სამწუხაროდ ბევრი სურათები მანდაც ვერ ვნახე, მაგრამ არის რაღაც სურათები, უბრალოდ კარგი ხარისხის სურათები იმდენად ვერ ვნახე. ეს თავიდან 4 ელემენტი მეგონა. თან ისე მგონია რომ 4 ელემენტია, თან მგონია რომ სხვა რაღაცა ახატია, მაგრამ არ ვიცი, მე მგონი 4 ელემენტი. მეორე ხელზე ახატია ეს კლოვერი არის, ანუ კლოვერს გავს, დიდი ალბათობით კლოვერი არის, მხრის დაბლა. ბიცეპსთან
ბუშტია, ხატია გულის ფორმის და ეს ალბათ ვარდი არის. ნუ მივახლოვდით ტოპ 2-ს, რომელზედაც თავიდანვე გესაუბრეთ და ტოპ 2-ში, ჩემს საყვარელ ტოპ 2-ში, რომლის სტატუებიც ყველაზე მეტად მომეწონა, მეორე ადგილი თამამად დაიკავა გიორგი ლორია. ნუ გიორგი ლორიას აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის სტატუა. ამ კონკრეტულ სურათში ჩანს ვეფხისტყაოსნის საკულტო სცენა, მაგრამ ეს დღესდღეობით უფრო გავრცობილი აქვს, მას და მთლიან ზურგზე აქვს ფონი დამატებული, შეღებილი შავად ცა და ასე შემდეგ. აქ კარგად ჩანს როგორ არის გადმოტანილი, რადგან სხვა ლორიას სურათები რაც ვნახე, ლორიას უშუალოდ არ უდევს თავის სტატუს სურათი არსად და უშუალოდ არსად არ უჩანს, უბრალოდ დარბაზში ვარჯიშის პროცესის დროს აჩვენები ვიდეოებიდან შეიძლება უბრალოდ სილუეტის გამოტანა თუ რა ახატია, მაგრამ როგორც ასეთი ზუსტი სურათი ტატუსთვის მხოლოდ ერთი აქვს და ისიც ეს. და აქედან რასაც ხედავ ძალიან კარგად არის შესრულებული ეს ნახატი. ქართულ სიმბოლიკას და ქართულ ისტორიას ატარებს ეს ნამუშევარი. და რა თქმა უნდა, პირველ ადგილოსანი ვინ შეიძლება იყოს, სხვა თუ არა გურამ კაშია. გურამ კაშიას ფაქტობრივად მთლიანი სხეული აქვს მას მოხატული. ორივე ხელზე ძირითადად old school-ის ტიპის სტატუები აქვს მას დახატული და არა მარტო old school-ი, მას თუ კარგად დავაკვირდებით აი ამ ვიდეოს, ნუ კარგად რომც არ დააკვირდე მაინც და ვინახავთ, მთლიანი ზურგი აქვს მოხატული, შევსებული, აქ არის აქ ხედავთ, ნუ წმინდა გიორგის სტატუა არის, რომელსაც გველეშაპს ამარცხებს, იესო ქრისტე ჯვარი და აქ დაბლა ძალიან საინტერესო სტატუა არის, აი მაიმუნი, რომელსაც აქვს გვირგვინი. ნუ საინტერესოა რა დატვირთვას ატარებს და რა შინაარსით ასვა ამ ნამუშევარში, ნუ ოკეი, საინტერესოა. და შემდეგი მხარი, რაც შეეხება მარჯვენა მხარს, მარჯვენა მხარეზე წმინდა გიორგი აქაც, ერადი ნახატი არის, ნუ საკმაოდ კარგად არის წითელი ფერით ჩასმული, მინდა აღვნიშნო, აშკარად ძველი ნახატია, მაგრამ კარგად არის ყველაფერი. და რაც შეეხება აი ამ ნახატს, აი ეს არის ძველი საქართველოს დროშა, საკმაოდ საინტერესო სიმბოლოები ახატია მას. აი აქ old school-ის ტიპის სტატუები, ბიცებზე წარწერები. ძალიან ბევრი ტატუ აქვს. ნუ ძალიან საინტერესო ტატუებიც აქვს, მინდა აღვნიშნო, სათითაოდ რო დაუყვე, ალბათ, რა ვიცი, შეიძლება ამდენი ტატუ იქნება. ალბათ 40-მდე ტატუ შეიძლება ქონდეს მას, იმიტომ რომ შეიძლება მეტიც კი, 40-ზე მეტიც, იმიტომ რომ მას ფეხებზეც აქვს ტატუები. დღეს განვიხილეთ რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც აქვს ტატუ საქართველოს ნაკრებიდან. ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, შეიძლება სხვებსაც კონდეთ ტატუ, უბრალოდ მე ფიზიკურად ვერ აღმოვაჩინე მათ გამოგვაყენებულ სურათებში, რომ სადმე მათ რაიმე ტატუ ქონოდათ და ასევე დაწერით კომენტარებში, რომელი ფეხბურთელის ტატუები მოგეწონათ ყველაზე მეტად. მე რა თქმა უნდა მომეწონა გურამ კაშია. კაშიას არა მარტო გემოვნება აქვს, არამედ მან იცის თუ ვისთან უნდა დაიხატოს ტატუები, რადგან ვაკვირდებით ამ ნახატებს და ნამუშევრებს, ძალიან მაღალი ხარისხის ნამუშევრები არის. ამისთვის ოჩაღმას, არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ ტატუებში ჩახედილი ადამიანიც კი არის. კარგი, დაწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ ვიდეო, იცოდით თუ არა ამა თუ იმ ტატუების შესახებ, რომ ამ ადამიანს ის ტატუები აქვს, დაკვირვები ხართ თუ არა, ვინც ფეხბურთის ხშირი მაყურებლები ხართ, ალბათ შემჩნეული გექნებათ ამა თუ იმ ფეხბურთელების ტატუ და წარმატებები ჩვენს ნაკრებს და წარმატებები ჩვენ აბა ნახვამდის.